ჩვენთან არის ღმერთი ქრისტეს მიერ საყვარელო შვილებო დღეს არის დიდი დღე კურთხეული დღე არის დალოცული დღე არის დღეს არის ჩვენი უფლის და მაცხოვრის იესო ქრისტეს იერუსალიმში დიდებით შესვლის დღე ამ დღეს ჩვენ ასევე უწოდებთ ბრძობას ბაიობას დიდი დღე არის კურთხეული დღე არის გლოცავთ და გილოცავთ ამ წყირვალე დღესასწაულს ღმერთმა მრავალს დაგასწროთ ამინ თქვენ მოგეხსენებათ რომ ჩვენი უფალი და მაცხოვარი არის მხსნელი ჩვენი სულებისა რომელმაც გადაარჩინა ჩვენი სულები გადაარჩინა კაცობრიობა და როგორც უშინდელ ხარება დღეს თქვით ყოვლა წმინდა სამებამ ინება რომ თავისი ხოლოჩობილი ძე თავისი წევრი იესო ქრისტე მოევლინებინა დედამიწაზე მარიამისაგან ქალწულისა ის განკაცნა და თავისი ჯვარცმით მოგვანიჭა ჩვენ სიცოცხლე ჩვენ სულებს მიანიჭა უკვდავება ეს მოხდა გალილეაში აყვავებულ მხარეში და სწორედ აი ასეთი სიხარულით ხდებოდნენ შემდგომ როცა შეიცნო უკვე გალილეამ და იუდეამ და მთელმა ისრაელმა რომ ეს არის ქრისტე დღევანდელ დღეს როცა შებძანდა ის დიდებით იერუსალიმში აი ასე იგებებოდნენ სწორედ როგორც დღეს ჩვენ ხელში გვიჭირავს ტოები ზისა მათ კი ეჭირათ ფინიკის ტოტები და გალობდნენ და უგალობდნენ იესო ქრისტეს იმიტომ რომ უკვე მიხვდა ხალხი რომ ეს იყო ხსნელი ეს იყო მაცხოვარი იმჟამად ამას ხელი შეუწყო იმან რომ წინა დღეებში მოგეხსენებათ იესომ მკვდრეთით აღადგინა ლაზარე და ნათქვამი იყო რომ მესიას როგორ შეიცნობთ ერთ-ერთი ნიშანი მესიისა ანუ მხსნელისა რომელსაც ელოდა მთელი გალილეა და ისრაელი და იუდეა ნიშანი ეს იყო რომ ის აღადგენდა მკვდრებს ბრმებს თვალს აუხელდა და სწორედ წინა დღეებში მოხდა ეს სასწაულები და ერთ-ერთი უდიდესი სასწაული იყო იესო ქრისტესი რომ მან მკვდრეთით აღადგინა ლაზარე თქვენ გახსოვთ რომ როდესაც გარდაიცვალა ლაზარე ის დაფლეს და იქაური დაფლის წესი ეს არის რომ გამოქვაბულში დებდნენ მიცვალებულს და ზედ მიაგორებდნენ ლოდს და უკვე ის დადებული იყო რამდენიმე დღის წინ და მისი დები ეუბნებოდნენ მარიამი და მართა იესო ქრისტეს რომ უკვე აყროლებული იქნება და მაინც გადააწევინა ლოდი და უთხრა იესო ქრისტემ რომ ლაზარე გამოდი გარეთ და მართლაც ეს მიცვალებული ადგა წამოდგა რომელსაც ელოდნენ რომ აყროლებულია ფეხზე დადგა და გამოვიდა გარეთ მიცვალებული და ეს იყო უდიდესი სასწაული და ეს შეეძლო მხოლოდ და მხოლოდ მესიას და ამიტომაც მისი ხმა გაისმა მთელს იუდეაში, მთელს გალილეაში, მთელს ისრაელში, რომ აი აღადგინა მკვდრეთით ლაზარე და ეს არის ნამდვილად ჩვენი მესია. ამიტომაც როცა ინება იესო ქრისტემ იერუსალიმში შესვლა, სწორედ აი ასეთი ტოტებით, როგორც ჩვენ გვიჭირავს, მთელი ისრაელი და მთელი იერუსალიმი მას შეხვდა ასეთი ტოტებით. და ჩვენც ასეთი ტოტებით დღეს შევეგებეთ იესო ქრისტეს, ეს ჩვენი გზა, რომელიც გავიარეთ ტაძრის გარშემო სიმბოლურად ნიშნავდა სწორედ იესოს შესვლას იერუსალიმში და წირვის დროს ჩვენ გვაქვს ასეთი მომენტები, როდესაც ვიხსენებთ აი ამ დღეს. კურთხეული დღე არის, დალოცული დღეა, ხელში დავიჭიროთ აი ასე ტოტები და ვაკურთხოთ სახელითა მამისათა დაძისათა დაწმინდისა სულისათა ამინ აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ ამინ უნდა ვიგალობოთ ამ დროს რომ ეს არის
ძე დავითისა, ურთხეულას მომავალი სახელით აუგლისათა. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგურთხოთ, ღმერთმა მრავალს დაგასწროთ. ამინ. სახელითა მამისათა, ძაძისათა, დაწმინდისა სულისათა. ამინ. ახლა კიბია ხილა. What's this?